Დაუბრუნდეთ აგროსფეროს იმ ფონზე, რომ სამინისტროს ირგვლივ ბუნდოვანი პროცესი ვითარდება, სოფლისადმი ყურადღების მიქცევას დონორები ცდილობენ. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით წარმოებისა და რეალიზაციის ერთიანი სისტემა იქნება, რაც ფერმერს გარანტიას მისცემს, რომ დახარჯული შრომა და ფული აუნაზღაურდება. გუგული ბებოს საკუთარ ბოსტანში აქამდე კარტოფილი მოჰყავდა. წელს პირველად თბილისიდან უცხო ჩითილები ამოუტანეს, საიდანაც 4 ტიპის სალათის ფურცელი გაიზარდა. უთხრეს, რომ მოსავლის მოყვანაში დაეხმარებოდნენ და მყიდველიც ადგილზე მოვიდოდა. არც როდის არ მოგიყვანი, აი ახლა მოვიყვანეთ პირველად. კმაყოფილები ვართ. ვითხრეს და თქვენს დავთესით. აქვე მოდის მყიდველი და მიაქვს. სტეფან წმინდაში ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და სალათის ფურცლის მოყვანა USAID-ის დახმარებით განხორციელდა. გლეხებს წვეთოვანი სარწყავის სისტემა, ჩითილები და სპეციალური ლიტერატურა დაურიგდათ. ინიციატივამ გაამართლა. პირველივე მოსავალი ბარაქიანი აღმოჩნდა. ყაზბეგის რაიონში არის იდეალური პირობები სასალათე კულტურების მოყვანისათვის. რამე თუ სასალათე კულტურები ბარში საჭიროებენ, ზაფხულის სეზონში საჭიროებენ გაციებას, კონდენსირებას. და ძალიან ხელსაყრელია, რომ ისინი მოყვანილი იქნან მაღალმთაში, სადაც უფრო ცივი კლიმატია. ყაზბეგის რაიონი ითვლებოდა, რომ მაშინ მხოლოდ კარტოფილის მოყვანა შეიძლება. და აი ჩვენი დღევანდელი პროექტი დავამტკიცეთ, რომ სულ არ არის ესე. პროექტი, რომელშიც სტეფან წმინდის რაიონში მცხოვრები 21 ოჯახია ჩართული, სადემონსტრაციო ხასიათს ატარებს. ფიქრობენ, რომ ზაფხულის პერიოდში მოსავლის სამჯერ მიღებას შეძლებენ. წარმატებული სეზონის შემდეგ კი საცდელი ნაკვეთების ფართობი და მონაწილე გლეხების რიცხვიც გაიზრდება. თესლით მომარაგებას და მზაპროდუქციის შესყიდვას კომპანია ეკოფერმა ახორციელებს, რომელიც ნებისმიერი რაოდენობის მოსავლის გასაღების გარანტიას იძლევა. ახალი რამე არის ახლა ხევში ესეთი რამე არ დათესილა და არ იცოდა ხალხმა და მოსახლეობამ ეს არ იცოდა. ახლა უკვე გაიგეს, ისწავლეს, ნერგის თვითონ მოაქვს და შესყიდვასაც თვითონ აკეთებენ. ანუ თვითონვე ყიდულობენ. რეალიზაციის პრობლემა ამ შემთხვევაში ძალიან მოხსნილია. წინასწარ ხელშეკრულებებს უდევთ ფერმერებს. მე შევისყიდეთ ამ პროდუქციას, მიგვაქვს ჩვენ ბოსტნეულის გადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც ამ ბოსტნეულს გავასუფთავებთ, გავრეცხავთ, მე დავაპაკეტებთ და რეალიზაციაში გაგვაქვს რესტორნებში, სასტუმროებში და ასევე საცალო ბაზარზე. კილოს შევისყიდით ლარნახევრად. დაახლოებით კვადრატულზე 2-დან 3 კილომდე მოდის, გაცილებით უფრო დიდი შემოსავალია, ვიდრე კარტოფილი რომ მოიყვანო იგივე მიწაზე. მომავალი წლიდან ეკოფერმა სტეფანწმინდის რაიონში კონტრაქტორი გლეხების რიცხვის ზრდას ელის. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და თუ მოსავლის რაოდენობა მოიმატებს, მის ექსპორტზე გატანაზეც იფიქრებენ.